მოგესალმებით, ურფესო ტელემაყურებლებო, შუადღემ შვიდობისა, მეგატივს უყურებთ, გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო, მეგატივის პირდაპირ ეთერში, ნანა თავდორაძე ვარ, თქვენთან დაახლოებით დავრჩები 14 საათამდე, ვიმუშავებ თქვენთვის და ვეცდები, რომ კარგი სასიამოვნო განწყობა შეგექმნათ, ისევ და ისევ ქარი ნარჩუნდება ქუთაისში, თუმცა ქარი ქუთაისისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარად წარმოადგენს, იმედია შემგვევლობა რთულად და ცუდად არ აისახება თქვენს გუნება განწყობაზე. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენს ნიკოლოზ კილოსონია გვეწვია პიროვნული განვითარების მკვლევარი, რომელიც ახლო წარსულში იყო სტუდიაში სტუმრად, თუმცა ამჯერად სხვა მიმართულება ავარჩიეთ, მაშინ საუბრობთ, რომ წიგნის პრეზენტაცია უნდა შემდგარიყო, თუ სოციალურ ქსელს დაუჯერებ, წარმატებით შედგა ის დღე. ნიკოლოზ, მოგესალმები, სასიამოვნოა რომ გვეწვიეთ, როგორ ხართ, თქვენი განწყობა როგორია? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ღმერთისწყალობით ჩვენი რა თქმა თავს. საინტერესო თემაზე მოგვიწევს დღეს საუბარი და ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი არის ამ კუთხით მეტი განათლება შევიტანოთ და დავეხმაროთ, რომ უკეთესად იგრძნოთ. 2025 წელი როგორი იყო? ჯამურად რო შევაფასოთ, ვფიქრობ, იანვარით დასასრულს უახლოვდება, მაგრამ შეიძლება მოხდა რაღაც გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც კიდევ უფრო მეტად გაგაძლიერეთ და ახალი ჰორიზონტები წარმოაჩინა თქვენს ცხოვრებაში. ესე იგი, ყოველი წლის ბოლოს მაქვს ესეთი ჩვევა, რომ ჩემ მთელ წელს ვაჯამებ და ვფიქრობ, თუ რა მიმართულებით განვიცადე პროგრესი პიროვნულ დონეზე და ვფიქრობ, რომ ამ ხრივ საინტერესო იყო და რაღაც მიმართულებით წინსვლები მქონდა, რაც ვფიქრობ, რომ სასიკეთოდ ტრანსფორმირდება კიდე მომავალში. ხო, მაგრამ იმისთვის რომ ტრანსფორმირება მოხდეს, ხოლმე მიზნის დასახმარება არ კმარა, ეს ვიცით, ამისთვის არის საჭირო თავდოლზე გავიშრომა, რომელიც გვეზარება ხოლმე ადამიანებს, ხო? ეს სიზარმაცე ყველასთან მოდის, ახლა დარწმუნებული ვარ თქვენს გებრძოს. მოდი ესე ვთქვათ, სიზარმაცე შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს, უბრალოდ ნაკლები мотиваცია გქონდეს, ან მაღალი мотиваცია. არ მოგწონთ ეს ტერმინი თუ რატომ? მე არ მოგწონს, ძირითადად ყოველთვის ვიყენებ სტუდენტებთან, რომ დაივიწყეთ სიზარმაცე, თქვენი ილუზია არის, უბრალოდ გიყვარს რაღაცის კეთება, ან არ გიყვართ და შესაბამისად мотиваცია გაქვთ დაბალი ან მაღალი. ანუ თუ мотиваცია დაბალია, ნიშნავს, რომ საქმე რომელსაც ვაკეთებ, სათანადოდ არ გვიყვარს. კი ბატონო, ეხლა მაგალითად სტუდენტს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მას რომ ვუთხრათ, რომ გადით და მთელი დღე ითამაშეთ ფეხბურთი, არ ამგონია სიზარმაცესთან პრობლემა გქონდეს, ხო? მაგრამ იმ სტუდენტს, ვისაც არასწორად აქვს პროფესია არჩეული და იმ პროფესიაში ჩვენ ვეუბნებით, რომ დაჯექი და 5 საათი ისწავლეო, ნამდვილად გვეტყვის, რომ სიზარმაცესთან არის რაღაც საკითხები გადაკვეთაში. ხო, კარგი თემას შეეხეთ მტკივნეულს. გადაწყვეტილების მიღების დროს რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დაუბრუნდათ ეს ცენტრალურ სასაუბრო თემას, ეს არის მენტალური ჯანმრთელობა. ის საკითხები, რომელიც მას თასდევს და რატო არის მნიშვნელოვანი მენტალური ჯანმრთელობა ჩვენს განვითარებაში და თუნდაც კარიერულ წინსვლაში. ეს ტერმინი ცალ-ცალკე და ერთად გვესმის ხო, ხშირად სოციალურ ქსელშიც ამოვიკითხავთ ყოველდღიურად, ჩაგვესმის აქ-აიქ, მაგრამ რამდენად გრჩება დრო, რომ გავიაზროთ რა არის მენტალური ჯანმრთელობა, ან დრო დაუთმოთ უფრო ხშირ შემთხვევაში მას ეზრუნოს, ეს ნამდვილად არ ვიცი. კი ბატონო, ზოგადად რაღაც საკითხები შემოდის ტრენდში საზოგადოებაში, იწყება ამ საკითხის ირგვლივ აქტიური განხილვა და თუ ჩავეძიებით, ვინც ცალკეულ შემთხვევებში ვინც აქტიურად საუბრობს ამ საკითხებზე, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სიღრმისეულად საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული და ცოტა ზერელეთ საუბრობ. რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხი არის და ჩემი დაკვირვებით დროის სწრაფი ცვალებადობასთან ერთად, რაც შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციული ნაკადების ზრდას ეხება, ეს მიმართულება ადამიანისთვის მეტად პრობლემატური ხდება. და მოდი ახსნათ, რა შეიძლება იყოს პირველ რიგში ალბათ საინტერესო იქნება მაყურებლებისთვის მენტალური სივრცე და რა შეიძლება იყოს მენტალური ჯანმრთელობა, ხო? მოდი ესე მარტივად ვთქვათ, რომ მენტალური სივრცე ეს არის შინაგანი ადგილი, ესე ვთქვათ, ველი, სადაც მიდის ადამიანების აზრების, აქმების, შეფასებების ჩამოყალიბება, რაც შემდეგ ყოველდღიურ რეალობაში გადაწყვეტილებების მიღებაზე აისახება და საბოლოოდ ის განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. კი ბატონო. და მისი ჯანმრთელობა ეს არის აი ამ აქმების, ემოციების, შეფასებების მართვა
ანუ შენ შეგიძლია სწორად მიმართო და მართო ეს ყველაფერი და არ ხარ მართული ამ შეგრძნებებით და ემოციებით. ანუ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ვიდრე ეს ცუდი. რა თქმა უნდა და ჩვენ შეგვიძლია დიახ და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნებასურვილზე ვმართოთ ეს პროცესები. საინტერესოა ნიკოლას თქვენ რატომ დაინტერესდით ამ საკითხებით კიდევ ერთხელ რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა იმდენად არასტაბილურია ამ ქაოტურ გარემოში, იმდენად ცვალებადია, პირადად მე თუნდაც 1 წუთის მანძილზე იმდენად განსხვავებული და უცხო ემოციების კორიანდელი მაქვს ხოლმე თავში, ტვინში და ასე შემდეგ. თავად მიჭირს ხოლმე გამკლავება, რა იწვევს ამას, ან რა არ იწვევს, ხო? კი ბატონო. საინტერესო არის კი ალბათ პირველ რიგში ეგ უნდა გავიაზროთ რა ფაქტორებმა შეიძლება იმოქმედონ და მოახდინონ პოზიტიური ან ნეგატიური ზეგავლენა და როგორ იწყება ანუ ამ ჯანმრთელობის დესტრუქცია ესე რომ ვთქვათ ან პირიქით თუ პრობლემებს აიდენტიფიცირებას ვახდენთ პრობლემების ამის გამოსწორება როგორ შეიძლება მოვახდინოთ ხო მოდი მაგ ორი მიმართულებით წავიდეთ ერთი შიდა ფაქტორები და მეორე გარე ფაქტორები შიდა ფაქტორები შეიძლება იყოს გადამეტებული თვითკრიტიკა ან შიდა დიალოგის არასწორად წაყვანა აქ შეიძლება იყოს ტრამვული წარსული გაუცნობიერებელი ტკივილი, რასაც ვერ გამოვხატავთ და შინაგანად ეს ძალიან გვაწუხებს და არ იკარგება ხო არც ეს არის მოდი ჩემს პირად გამოცდილებას გეტყვით რომ თუ გავიაზრებთ სწორად და მიხვდებით თუ საიდან მოდის შეიძლება რჩება იქ საშუალება რომ ტრანსფორმაცია მოვახდინოთ ამ ენერგიის მაინც ენერგიასთან მიდის ყველაფერი და პოზიტიურად გამოვიყენოთ მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ ამის გაცნობიერებას მაშინ ის ისევ რჩება პრობლემად და გამუდმებით გვაწუხებს მაგრამ ვერ ვხვდებით როგორ მუშაობს ეს მექანიზმი მათ ხშირად რა გვაწუხებს თუნდაც რაღაც გვაწუხებს მაგრამ არ ვჩვენთ ხოლმე საიდან მოდის ალბათ საინტერესოა და მნიშვნელოვანი მაგ მომენტში როდის გვატყდება ეს გამოცდილებები ან როდის ვიღებთ ცუდ გამოცდილებას? ანუ ასაკობრივად ხო? შეიძლება თინეიჯერებში უფრო მძაფრი იყოს ეს და როცა შემდეგ ასაკი გვემატება, უფრო სხვაგვარად ვაზროვნებდეთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ასაკობრივთან რაღაც კვეთა აქვს, იმიტომ რომ ყველას აქვს მოყვება თავისი დატვირთვა. ანუ ურთიერთობები იცვლება, ინტერესები იცვლება, ბიოქიმია იცვლება ორგანიზმში და დიდწილად ეს ჰორმონალურ ცვლილებებთანაც არის დაკავშირებული. და სხვადასხვა საკითხები მოდის პრიორიტეტებად და შესაბამისად ქცევა და მანერაც ჩვენი ადამიანების იცვლება მაგრამ ყველა ასაკში ალბათ არის ის რაღაცა ფუნდამენტი რასაც უნდა გაყვეს ადამიანი რომ შეინარჩუნოს და მოახდინოს მენტალური ჯანმრთელობის ესე რომ ვთქვათ კონტროლი და არ გაექცეს ხელიდან ეს ყველაფერი კი ნახეთ რა მაინტერესებს თქვენ ბრძანეთ რომ უნდა მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და თუ ამას ჩვენს თავს თუ ამ ყველაფერზე ჩვენს თავს გამოუტყდებით თითქოს ერთი ნაბიჯი გადადგმულია მაგრამ ყველაზე ხშირად ხო ამ რაღაცების აღიარებას ვერ იდებით სულ საკუთარ თავთან მithokrasi ერთ-ერთი მთავარი ალბათ ფუნდამენტური საკითხი არის გულწრფელობა რამდენად გულწრფელები ვართ და პირველ რიგში ჩვენ თავთან. იმიტომ რომ ჩვენ თუ ფოკუსირებას ახლა გარე სამყაროზე ვაკეთებთ, ხო ეგ არასწორ გზაზე დაგვაყენებს. ალბათ მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა მეტად ჩავიხედოთ შიგნით და მეტად ვიყოთ გულწრფელი. ახლა რაც ნიშნავს გულწრფელობა, ხო? ნუ შევქმნით ილუზიას და ნუ შევცვლით რეალობას. ხოლოდ აღიარებით შემიძლია მე გავაცნობიერო თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავარ და თუ მე ეს პრობლემა შევალამაზე და გადავავადე მაშინ ისევ შიგნით ეს პრობლემა რჩება და სულ მაწუხებს ან გააზრებულად ან გაუაზრებლად უფრო გაუაზრებლად მიდის ეს პროცესი ანუ ეს პრობლემა რაღაც ქრონიკულ ამბებში გადაიზრდება რა თქმა უნდა სანამ არ ვაღიარებთ ხო მაგრამ შეიძლება ისე წავიდეთ და დავტოვოთ დედამიწა არც ვაღიაროთ ხშირად აღიარება საკუთარ თავთან მარცხთან ასოცირდება რომ რაღაცაში დავმარცხდით და გაურბივართ და ეს გადავადების ეტაპებს ამიტომ ამჯერად ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რის გამოც ვერიდებით რომ ვაღიარო. აი მაგალითად მოვიყვანოთ ეგეთი მაგალითი, ხო? რომ ორი ადამიანის ურთიერთობა და მე ვარ ეჭვიანი, ესე რომ ვთქვათ და მაქვს ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან. სასიყვარულო ურთიერთობა, ესე დავართოთ,
ხო? ადვილი რო იყოს გასაგებად და ესე იგი სხვადასხვა ადამიანებთან როდესაც შევდივარ ურთიერთობაში ეს ჩემი ხასიათის ნიშან-თვისება ესე რომ ვთქვათ არ მაძლევს საშუალებას რომ ჰარმონიულად შევიდე ურთიერთობაში და ყოველი ესეთი ურთიერთობა კრახით მთავრდება რაც აუცილებლად აისახება ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას რაზეც აქვს საკითხი ხო ესე იგი მე სანამ ვერ მოვახერხებ იმის გაანალიზებას რომ მიზეზი არა ჯანსაღი ურთიერთობების არის ჩემი ეჭვიანი ბუნება მე ვერ შევძლებ ამის აღმოფხვრას ხო მხოლოდ იმის შემდეგ შემიძლია დავიწყო ჩემ თავთან მუშაობა ნუ როგორ გამომივა ეს წარმატებით თუ კიდე სხვა საკითხი არის მაგრამ თუ არ ვაღიარე რომ მე ვარ ეჭვიანი ბუნებით და ეს იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას ურთიერთობებში არასდროს არ გამოსწორდება ჩემი ურთიერთობები და ყოველთვის ვიქნები შინაგან ბრძოლებში როცა ვებრძვით აი ამ თუ იმ მენტალურ დარღვევას და ამ დროს თანადამოკიდებული ადამიანების როლი როგორ იკვეთება იმიტომ რომ ხშირად შეიძლება მე ვამჯობინებდე რომ რაღაც ჩემთვის ჩავიკეტო ოთახში გავატარო დრო არ ვისაუბრო ოჯახის წევრებმა ან ვინც გულშემატკივრებს მათ რამდენად დიდი როლი აქვს თან განათლება ამ კუთხით უნდა გქონდეთ თუ არა 21 საუკუნეში რა თქმა უნდა გარემო არის ის მთავარი ფაქტორი რაც ზემოქმედებას აკეთებს იმიტომ რომ შენ ესე იგი ასე რომ ვთქვათ რომ მენტალური ჯანმრთელობა და განვითარება პირდაპირ დაკავშირებული არის რამდენად შენ შეგიძლია იზოლირება გაუკეთო გარე ფაქტორებს და ეს დამერწმუნეთ პატარა ასაკში და დაბალი ინტელექტის და განსპეციალური განათლების არ ქონის შემთხვევაში ძალიან რთული არის და პირველ რიგში ჩვენ ვისთან გვიწევს ყოველდღიურად ურთიერთობა ჩვენ გვიწევს ჩვენი ოჯახის წევრებთან ჩვენ საყვარელ ადამიანებთან და ყოველთვის ხდება ინფორმაციის გაცვლა და მიღება ხო ერთ-ერთი გარე ფაქტორი რომელიც ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე არის რამდენად უსაფრთხო გარემოში ვართ და რამდენად ვიღებთ თანაგრძნობას მოდი ესე რომ ვთქვათ მარტინად ყოველდღურად რამდენად ვიღებ მე სიყვარულს ხო მაგრამ თუ კი თანაგრძნობას ვიღებ შეიძლება მე ამ ყველაფრით ვისარგებლო და ჩავთვალო რომ შეიძლება ეს მოცემულობა ჩემთვის ზედმეტად კომფორტული იყოს რადგან მე სულ თანაგრძნობა მაქვს და მეფერებიან და არ მსაყვედურობენ ესეც ხო არის რომ ჩვენ ვიფერებთ ამა თუ იმ კი გეთანხმებით ზონად იქცევა ხოლმე შემდეგ ჩვენი კი ბატონო ანუ ჩვენ ამ კომფორტის ზონის ტყვეობაში ვექცევით აი ზუსტად ეს არის რომ ჩვენ არ შეგვიძლია სწორად ვმართოთ ის ემოციები და შეგრძნებები რომელიც გარემოდან მოდის ან შიგნიდან ჩვენ სასიკეთოდ და პოზიტიურად ხო მე თუ ამ ყველაფერს შევქმნი კომფორტის ზონას სადაც ჩავჯდები და არ მოვახდენ აქედან გასვლას ეს ხომ ჩემს განვითარებაზე აუცილებლად ნეგატიურად აისახება ხო ამიტომ აუცილებელი არის ამ ყველაფრისაც სწორად გაგებ მოდი ესე რომ ვთქვათ დაკვირვება გააზრება და მეტი ინტერესით ამ საკითხების შეხედვა და მიდგომა დაგვეხმარება ალბათ რომ რაღაცებიდან თავი დავიცვათ რა. ჩვენ თუ ყოველდღიურ ეგრეთ წოდებულ რუტინაზე და დღის განრიგზე ვსაუბრობთ და ვთვლით რომ ყველაზე ხშირად ჩამხაბლობა გვაქვს ოჯახის წევრებთან და ჩვენ თვითჯგუფას ადამიანებთან ეს აუცილებლად არ ნიშნავს რომ მათ ჩვენი ესმით. რა თქმა უნდა ვაღიაროთ ხო? ყველანი ვართ ინდივიდუალურ პიროვნებები. და როცა არ ესმით მაშინ რას ვაკეთებ? ანუ ესმით ხო მესმის თქვენ რა საუბრობს მაგრამ შეიძლება ვერ ვიაზრებდე ან არ მქონდეს ისეთი ადეკვატური რეაქციები და უარესად დაგამძიმოთ თქვენ ან ზედმეტი მზრუნველობით უარეს მდგომარეობაში ჩაგაგდეთ სად გადის აქ ოქროს ხაზი რომელიც ასე გვიჭერს ხოლმე ძალიან საინტერესო კითხვაა მადლობა ესე იგი თქვენ რამდენად გინახიათ თქვენს წარსულ გამოცდილებაში ორი ადამიანი რომლებიც ერთი და იგივენაირად აფასებდნენ მოვლენებს იშვიათად ხო ზოგი არის ადამიანი, როდესაც შავს უყურებს წვანეთ პირობითად, ხო? და ეხლა შენ ამ ადამიანთან შეხვიდე დიალოგში და მას მოთხოვო, რომ შენ რომ შავად უყურებ ფერს და ის მწვანეთ ერთი და იგივე ფერად აღიქვათ, ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული არის, ხო? მაინც ჩვენ მივდივართ იმისკენ, რომ ჩვენ გვაქვს ყველას ინდივიდუალური ცხოვრება, აქ უნდა განაგო შენ და შენ ხარ მთავარი პიროვნება, ვინც იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობას შენზე არის
არის, უბრალოდ შენს ცხოვრებაში არიან მნიშვნელოვანი ადამიანები და ეხლა თუ მაგალითად მე ვარ სტუდენტი ან თუ სკოლის მოსწავლე და მყავს მშობლები, პირველ რიგში მშობლებს უნდა მოусმინო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 10 რჩევიდან 10-ვე შეიძლება სწორი იყოს, უბრალოდ მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მათი რჩევები და მათი მოტივები არის დადებითი, მაგრამ მე ადამიანს აუცილებლად უნდა მქონდეს რაღაც კუნთი განვითარებული, რაც არის კრიტიკული აზროვნება და მაინც ყველაფერს შევხედო ჯანსაღი კრიტიკით, დავსვა კითხვა და ჩემ თავში ვეძიო ამის პასუხი. ეს უფრო ჰარმონიული და უფრო კარგი გზა იქნება განვითარებისკენ, ასე ვფიქრობ მე. შეიძლება ბევრი ადამიანი გავანაწყენო, მაგრამ მაქვს ასეთი განცდა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვსაუბრობ ცხადია, ეს გადამეტებული ყურადღება, რაც მშობლებისგან იჩენს ხოლმე თავს, საქართველოში ადამიანებს, მათ კაცებს შეიძლება უფრო მეტად სტატისტიკურად დიდ ბავშვებად ტოვებენ ხოლმე ყოველთვის. კი, ჩვენს რეალობაში ძალიან მძიმე არის ეს ყველაფერი. მოქმედებს თუ არა ეს? რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდად. მოდი ესე ვთქვათ, არაჯანსაღი მიჯაჭვულობა. ხშირად არის დედასა და შვილს შორის, ხო? ჩვენ ბევრი მაგალითი შეგვიძლია ესე მოვიყვანოთ და არის ხშირად შემთხვევები, როდესაც დედები არ აძლევენ საშუალებას შვილებს, რომ თავისუფლად კომუნიკაცია დაამყარონ გარემოსთან. არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ მისი პირადი პრობლემები თვითონ გადაჭრან და ამ და კიდე სხვა მიმართულებებში აქტიურად ერევიან. ამით ისინი ასუსტებენ რეალურად ბავშვებს, მიჯაჭვულობას ზრდიან და არ ვიცი ეს შეიძლება ითქვას დედობრივი ეგოიზმთან შეიძლება მივიდეთ, რომ არ უნდა ხელიდან გაშვება და რეალურად შემდეგ დროთა განმავლობაში ჩვენ ვიღებთ სურათს, როდესაც ადამიანებს დიდ ასაკში არ გააჩნიათ პირადი ცხოვრება, არ გააჩნიათ ძალა, რომ მათ ინდივიდუალურ პრობლემებს გაუმკლავდნენ და მენტალური ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში ძალიან დაზიანებული არის. ხსნა სად არის? ხსნა არის განათლებაში. ჩვენ ვუთხრათ ხო დედებს, რომ მოდი მე მარტო უკეთესად შეიძლება დავმარცხდე, მაგრამ ვისწავლი ფეხზე როგორ უნდა ავდგე და თავიდან როგორ უნდა დავიწყო, ხო? ეს პირდაპირი დიალოგიც უხეშობაა და სიხეს. ხო, არ გამოვა. ხო, ეს ჯანსაღი დიალოგი იშვიათად არის ხოლმე ოჯახებში. ეს განათლება ვინ უნდა იზრუნოს მაშინ ამ განათლებას? განათლებაზე პირველ რიგში სახელმწიფოში უნდა იზრუნოს ხელისუფლება. ხო, ეს სკოლიდან მოდის, მაგრამ მშობლებმა ხო გამოტოვეს ეს სკოლის. კი, ეს ჩვენ ახლა უნდა გავიაზროთ ალბათ ის სოციალური მდგომარეობა, რაშიც ვიყავით, მაგალითად და ის მძიმე პირობები, რაც 90-იან წლებში გამოვიარეთ და მაშინ შეიძლება ესეთ საკითხები ფუფუნებაც კი იყო, ამაზე საუბარი და ერთეული ადამიანები. ხო, რა თქმა უნდა, როდესაც შენ ახლა პირველადი საჭიროების საკითხების მოგვარებაზე გიწევს ყოველდღიურად ბრძოლა, იქ ახლა მენტალურ ჯანმრთელობაზე და ჩემ შვილთან ჰარმონიული კომუნიკაციის დამყარება, ცოტა დამერწმუნებით, რომ სხვა ფუფუნება არის, მაგრამ მოდი დღევანდელობაზე შევჩერდეთ, ხო? დღეს სხვადასხვა მეთოდით, თუნდაც ინტერნეტს ივცე, რომ ადამიანი განვითარებიდეს. თუ გინდა ხელოვნური ინტელექტი, ხო, რომელიც შეიძლება თუ სწორად იყენებ, ძალიან კარგი თვით შეფასებაში დამხმარე საშუალება აღმოჩნდეს და სწორად გამოვიყენოთ, ხო? მეტი განათლება უნდა მივიღოთ. განათლების გარეშე ამ საკითხების მოგვარება ძალიან გაგვიჭირდება. ან გვაქვს საშუალება ასევე მივმართოთ ამ მიმართულებით გამოცდილ ადამიანებს, მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია, გავიზიაროთ ეს ინფორმაცია და აუცილებლად თუ სურვილი გვაქვს და გულით გვინდა რომ რაღაც გამოვიდეს, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი პოზიტიურისკენ დაიწყება. ხო, შეიძლება სურვილი გქონდეს, მაგრამ ჩვენი დედების თაობა ხო ის თაობაა, რომლებმაც რაღაც განსაზღვრული ჰქონდათ, რომ განათლებისთვის კონკრეტული ასაკი იყო, რომ შეკითხვის დასმა შემდგომ შეურაც ყოფილა დაისახებოდა საკუთარ მეზე. ამიტომ ეს ძიების პროცესი შეიძლება მათში სწორედ რომ ეს ქრონიკულად არის დამოხროჭებული და დღეს სიახლის მიმღებლობა ნაკლებად აქვთ. გეთახმებით, ალბათ კრიტიკული უმრავლესობა ამ ადამიანებისა ვერ შეძლებს ახალ რესურსებზე გადასვლას.
და ჩვენ ხშირად პირად ურთიერთობებში, არა მხოლოდ დედა-შვილობაში, სხვა ურთიერთობებშიც მთელი ცხოვრება ვცდილობ, რომ ადამიანები შევცვალოთ და ამაში ვკარგავთ უდიდეს დროს და ენერგიას და საბოლოოდ შედეგი არის არასასიამოვნო ჩვენთვის. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ენერგია დავკარგოთ ადამიანების შეცვლაში, უმჯობესია ეს ენერგია ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაზე მიმართოთ. და როდესაც დედას მართლა უყვარს ჭეშმარიტად მისი შვილი და უყურებს, რომ მისი შვილი ბედნიერია, არ ამგონია იქ უკვე სხვა რაღაცებზე წავიდეს რეალურად საუბარი და დროის ხარჯვა. ნიკოლას, როცა საუბრობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, აი პირველი ნიშნები, რომელიც გვაგრძნობინებს, რომ რაღაც ისევ არ არის, ანუ მარტივი, რასაც ვეჩვევით, ხო, ყოველდღიურად. ჩვენ ყველაფერზე ვზრუნავთ, მაგრამ არა. კი ბატონო. მაგალითად, შიშის განცდა. ყოველ დღე მე ვიღვიძებ შიშით, ვერ ვთავისუფლდები ამ გრძნობიდან და ეს შიში იწვევს ჩემი უნარების შესუსტებას. ეს აისახება ყველაფერზე. ყველა ურთიერთობა, თუ მე ურთიერთობას ვიწყებ შიშით, მაგ შეზღუდული უნარები ვერ გრძნობ თავისუფლებას და დიდი რისკი არის, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღო, ხო? შიშს მე ვფიქრობ, რომ შიში არის ერთ-ერთი წამყვანი აქ. შემდეგ ამას თან ერთვის სხვადასხვა მიმართულებებით, ესე რომ ვთქვათ, უნარების შეზღუდვა, შებურკვა და სურვილების არ გაჩენა. რეალური სურვილების არ გაჩენა, ხო? აი მაგალითად მინდა რომ რაღაცა ვისწავლო, განვითარდე ახალი უნარი, მაგრამ რაღაც შიგნით მეუბნება, რომ ეს არ არის საჭირო. ჯობია შენ დარჩე ისევ შენს ლამას სივრცეში, ხო, რა თქინდა ეხა თავის შეწუხება, იქ საფრთხე არის, იქ შეიძლება, ხო, იქ შეიძლება თუ გინდ შენ თავში აღმოაჩინო, რომ რაღაცაში ცუდად იქცევი, ხო? იმის ცვლილება კიდე ძალიან დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და რაღაცნაირად გაურბივართ ამ ყველაფერს. შემდეგ იწყება შფოთვები. ხო? რომ შფოთვა როდის შფოთავს ადამიანი? შფოთავს მაშინ, როდესაც შეიძლება საერთოდ ვერ აანალიზებდეს, მაგრამ უნდოდეს სწორად მოიქცეს, მაგრამ არის სიგნალები, რომ ვერ ახდენს სწორ ქმედებებს, ხო? ანუ რეალურ პრობლემებთან ან რეალურ გარემოსთან მისი კავშირი არ არის ეფექტის მომტანი. და ამ შემთხვევაში იწყება ალბათ შფოთვები, ხო? შიშიც ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, გამომწვევი არის ამ შფოთური დამოკიდებულებით. კარგით, განვიცდით ამ სამ უხერხულ შეგრძნებას. და რას ვაკეთებთ? თუ ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ მოდი მე რაღაცები მომხრუჭებს, ჩემი განვითარების სურვილები შენელებულია, არ מחარებს გარეთ გასვლა. ნახში რო ჟანგი უფრო ფასეული გახდა ჩემთვის, ვიდრე ჟანგბადი, რომელიც მე მეხმარება, რომ რაღაც ყველაფერი დავარესტარტო ტვინში და ახლებურად შევხედო ხოლმე მოვლენებს. და ვერ ვუმკლავდები საკუთარ ემოციებს აი ესეთ. გეტყვით, რომ მეც ამ ნეგატიური შეგრძნებებით მრავალი წელი შეიძლება მეც ვიტანჯებოდი და მე ჩემს გზას ვიტყვი, ესე რომ ვთქვათ, მე დავისახე მიზნად, რომ ჩემი ცხოვრება ყოფილიყო მეტად პოზიტიური და პირველ რიგში ვინც მიყვარს რეალურად ჩემს ირგვლივ, მათთვისაც პოზიტივი მომეტანა. დიახ. ხო? და მე მივხვდი, რომ ეს აუცილებლად გადიოდა პირველი განათლების მიღებაში და მეორე ჩემი თავის დაკვირვებაში. და მე მაგალითად გეტყვით, რომ პრაქტიკულ მაგალითს დავიწყე ჩემი ფიქრების აღწერა. აი ყოველდღიურად რა შაბლონით ვფიქრობ. მაგალითად მეც ვფიქრობ წარსულზე, მეც მომავალზე, რამდენად ვარ აწმყოში ორიენტირებული, რამდენად ვფიქრობ წარსულ ტრამვებზე, ტკივილებზე, რამდენად ვფიქრობ შიშზე, რამდენად ვფიქრობ სიკეთეზე, პოზიტივზე, სიყვარულზე. და ეს ყველაფერი მაგალითად ძალიან დამეხმარა, რომ სრული სურათი შემქნოდა. ერთი წელი დაგჭირდა ისეთ რომ კი, ცოტა მეტიც. ცოტა მეტიც რომ სრული ჭეშმარიტი სურათი მიმეღო და ამის შემდეგ უკვე პატარა მინი გეგმებიც დავსახე
მიკითხე, თუ როგორ უნდა წავსულიყავი, რომ ეს ყველაფერი ნაკლოვანებები ნელ-ნელა ეხა არის ფიქრობს ვინმე ისე რომ მთლიანად გამთავისუფლდი ნეგატივით, ხო ეგ ახლა რა თქმა უნდა შეუძლებელი არის, მაგრამ საგზნობი პროგრესი ვნახე, რაც უკვე ყოველდღიურ ჩემს ცხოვრებაში პოზიტიურად აისახა და ეს პროცესი ვითარდება პოზიტიურად, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. და თუ თავად ვერ უმკლავდებით და გარშემომყოფებით არიღებენ ჩემს წუხილებს, ხო, ვერ მიგებენ სწორად. დღეს ფსიქოლოგები დიდი ოდენობით არიან ირგვლივ და აღარ არის იმდენად უხერხული რომ მათ მიმართონ, მაგრამ აი სპეციალისტის ჩართულობას თქვენ როგორ ხედავთ, როცა თავად არ შეგვიძლიათ? როდესაც, რა თქმა უნდა, როდესაც მე თვითონ ვერ არ შემიძლია ესე რომ ვთქვათ, რომ ჩემ პრობლემებს მოვერიო, აუცილებელია ამ დარგში კომპეტენტურ ადამიანს მიმართო, ხო? და ადრე იყო რაღაც ესე რომ ვთქვათ არასწორი შეხედულება საზოგადოებაში, რომ სისუსტე შეიძლება ჩათვლილიყო ან სხვა უფრო მძაფრ პრობლემებთან, როდესაც ადამიანი გადაწყვეტა ფსიქოლოგთან მისულიყო, მიემართა სხვადასხვა კონსულტაციის. და დღეს მე მგონი ეს ხო, გადავლახეთ უკვე და ძალიან მეორე საკითხი არის ახლა რამდენად სწორად ავირჩევთ ამ პიროვნებას და რამდენად ესე რომ ვთქვათ გულსხმელი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები და ყველას მიცემ რჩევას, რომ როდესაც შენ არ შეგიძლია შენი პრობლემები გადაჭრა, მაშინ აუცილებელი არის დაიხმარო ისეთი ადამიანი, ვისაც რეალურად შეუძლია დაგეხმაროს, მინიმუმ მიმართულება მოგცეს. ნიკოლას, ვფიქრობ თუ არა, რომ აუცილებელი არ არის წუხილის დროს მივმართოთ ხოლმე ფსიქოლოგს და ეს განათლება მაშინაც მივიღოთ, როცა ვფიქრობთ, რომ არც არაფერი არ გვაწუხებს რეალურად. რომ ვიყოთ შეიარაღებულები ცოდნით და ავირიდოთ გართულებები თავიდან. აი, რა თქმა უნდა, ალბათ კიდევ ერთხელ გამოვიდები, რომ ცოდნა და განათლება ეს არის ყველაზე მწვავე ინსტრუმენტი და მეორე დისციპლინა და შემთხვევთან მუშაობა. თუ ეს ორი კომპონენტი ერთდროულად ვითარდება შენში, საერთოდ არ იქნება საჭირო მესამე პირის ჩარევა ამ პროცესში. მიგაჩნია თუ არა, არ მინდა შეურაცხყოფელი გამომივიდეს, ეს მსგავსი ტიპის შფოთვითი აშლილობებით. დღეს სტატისტიკას თუ ფლობ ან აკვირდები ადამიანებს, ეს ქალების განაჩენი უფრო მეტად არის თუ მამაკაცების? არ მგონი აქ ეს კონდეს მნიშვნელობა. ჩემი დაკვირვებით და სხვადასხვა კვლევების გაცნობით მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს დიდწილად არის დაკავშირებული დიდი ნეგატიური ინფორმაციული ნაკადების მიღებით. მოდი წარმოვიდგინოთ ეგეთ რაღაცა, რომ ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს საინფორმაციო ლიმიტი და ეს ლიმიტი განისაზღვრება ბალანსით, ესე რომ ვთქვათ, პროცენტულად პირობითად, რამდენად ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებ მე ყოველდღიურად და რამდენად პოზიტიურ ინფორმაციას ვიღებ. თუ მე ყოველდღიურად, აი მაგალითად ავდექი დილით, ხო? ნუ ძალიან ცუდი ჩვევა არის აქვე ვიტყვი, რომ ადგომისთანავე მე კავშირი მაქვს სხვადასხვა სოციალურ ქსელებთან, იქ ისეთ ინფორმაციებს შეიძლება წავაწყდე. ჩათრევა იცის, ხო? რა თქმა უნდა, ანუ მე ვიღვიძებ, ეს არის ის დრო, როდესაც ჩემმა გონებამ უნდა გაიღვიძოს, ახალი ენერგიებით უნდა შევისო, გამოვხიზდე და მე არ ვაძლევ ამ ბუნებრივი პროცესის განვითარებას საშუალებას და რაღაც ინფორმაციებთან არაჯანსაღ ინფორმაციებთან ვიწყებ კავშირს, ხო? ეს რა თქმა უნდა გაზრდის რისკს, რომ მთელი დღე ნეგატიური საინფორმაციო ველში მოხვდე. და დღის განმავლობაში ახლა რამე ტელევიზორი ჩავრთე, იქ გადმოიცემა, რომ ომი დაიწყო, იქ ვიღაცის სიკვდილზე არის საუბარი, ხო? გარეთ გავედი, ხედავ ამდენ ნეგატივს, ამდენ ხიმილის გარეშე მოსიარული ადამიანებს, ხო? და ეს ძალიან ბევრი რაღაცები ყოველდღიურად იკრიბება და შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი დღიური საინფორმაციო ლიმიტი არის 90% ნეგატივი და 10% პოზიტივი, ხო? როგორ შეიძლება ჩემი ყოველდღიური ქმედებები დაგენერირებული იყოს 90 ნეგატივითად? 90%-ის ნეგატივი. ნუ ამ პროცენტებს ახლა პირობითად ვიძახი, ხო? მაგრამ თქვენ ისიც ხომ თქვით, რომ არ შეიძლება რაღაც თავი მოვიტყუოთ, ესენი ხო მართლა ხდება ჩვენს სიკვდილში. მაგრამ აი ეს პოზიტივები როგორ მოვიზიდოთ და ვაიძულოთ თავს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ნეგატიურის მოზიდვა უფრო იოლია, ვიდრე პოზიტივის. რა თქმა უნდა და ნეგატივზე უფრო მეტი ყურადღება מחვილდება საზოგადოების მხრიდან. კი, რა თქმა უნდა და ამაზე იგება მე მთელი საკითხები. პირველი რაც აქ უნდა ჩვენ შევძლოთ და გავმიჯნოთ არის მე რაზე მაქვს კონტროლი და რაზე არ მაქვს.
მე მაქვს თუ მაგალითად ისმის ძალიან მარტივი კითხვა, ხო? მე შემიძლია თუ არა შევცვალო ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა. დღეს მაქვს ამის უნარი თუ არა? თუ მე დღეს ამის უნარი არა მაქვს და ჩემი ცხოვრება მთლიანად რადიკალურად არ ეხება ამ საკითხს, მაშინ ყოველ დღე რატო ვიღლი თავს და ვაწყდები ნერვებს ამ მიმართულებაზე ფიქრით. ხო? როდესაც მე არ შემიძლია შევცვალო მაგალითად გლობალური დაათბობა მსოფლიოში. და ამ საკითხებით ვაგენერირებ ჩემში შიშს, ხო? ხო ჯობია ეს ენერგია და ეს ძალისხმევა მიმართო ისევ ინტელექტის განვითარებას, ისევ სხვადასხვა უნარების განვითარებას. რომელიც ისევ დამეხმარება პროფესიაში ვიყო წარმატებული, უფრო მეტი კეთილდღეობა მოვიპოვო როგორც მატერიალური, ისე პროფესიული და ამ მიმართულებებში მიმართო, ხო? თუ ჩვენ ამას შევძლებთ და სწორად გავყობთ, რა არის ჩემთვის დღეს პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები, რაზეც უნდა მოვახდინო ჩემი მთელი ენერგიის კონცენტრირება, მაშინ უფრო დამაკმაყოფილებელი იქნება ჩემი ხედვით. ჩვევაშიც გადაგვაზრდება, იმიტომ რომ ყველაფერი ხომ იჩვევა, ცუდიც და კარგიც, უბრალოდ დროში გაჭიანურებულია ვისთვის. ძალიან მოკლეა ეს, რომ ვისთვის შეიძლება როგორც ვთქვით, წლები გაგრძელდეს. მოდი შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, აი ესეთი საკვანძო ფრაზები დაგვიტოვეთ, რომელიც დაგვეხმარება ალბათ, რომ დღე დავგეგმოთ, ისე რომ ცუდი არ გავუკეთოთ არც საკუთარ თავს და არც გარშემომყოფებს და აი სადვეციოთ ის რაღაც წერტილები, რომელიც мотиваციას აგვიმაღლებს და სიცოცხლეს შეგვაყვარებს. დღის სტრუქტურას აქვს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყველა ჩვენ ქმედებას აქვს რაღაც ღირებულება და არ არსებობს შენ რაღაც დათესო და როგორაც დათესავს ზუსტად იმ შედეგს მიიღებ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის გააზრებულად დაუკვირდეთ ჩვენს ყველა ქმედებას ყოველდღიურად, დავიგეგმოთ სწორად, არ უნდა შეგვეშვიდეს შეცდომების, არ უნდა შეგვეშვიდეს პრობლემებთან ურთიერთობის, არ უნდა გავექცეთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელები და ალბათ უფრო მეტად უნდა ვეცადოთ, რომ მივიღოთ სიყვარული და გავცეთ ეს სიყვარული. და ვიყოთ არა ტოქსიკურ, ესე რომ ვთქვათ, ილუზიურ პოზიტივში, რეალურად პოზიტიურად შევხედოთ სამყაროს. თუ შევძლებთ ამ ყველაფერს, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ბევრი რაღაც პოზიტიურისკენ შეიძლება. დიდი მადლობა რომ დაგვიწყეთ, წარმატებებს გისურვებთ და გადამშტაბებით მორიგ საეთერო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. იყო თქვენი მოსმენა ნახვამდის. პიროვნული განვითარების მკვლევარი ნიკოლას კილოსონია გახლდათ ძვირფასო ტელემაყურებლობა გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. შევისუნოთ რამდენიმე წუთით და ისევ დავუბრუნდები დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.